კეთილი დაბრუნება Access of Truth-ზე JNS-ზე. რატომ ცდილობენ დემოკრატი პოლიტიკოსები ასე ძალიან კამპანიას იმ კაცთან ერთად, რომელმაც თქვა, რომ ამერიკა იმსახურებდა 9/11-ის? ეს ის კითხვა, რომელსაც საკუთარ თავს უსვა, მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა უკრძალა ქვეყანაში შესვლა უკიდურესად მემარცხენე აქტივისტ ჰასან პაიქერს და დემოკრატიული პარტიის ნახევარმა ის მთლისიერად წამებულად აქცია. მაგრამ ამერიკულ პოლიტიკაში ყველა ადამიანიდან რატომ არის ეს ავადმყოფი ადამიანი, რომელსაც ამჟამად აშშ-ის მთავრობა იძიებს შესაძლო სანქციების დარღვევისთვის კუბაში ვიზიტის გამო? რატომ არის ის ადამიანი, რომელსაც ამდენი დემოკრატი პოლიტიკოსი ასე სწრაფად იცავს? შეგახსენებ, ეს არის ჰასან პაიქერის სინამდვილეში. ამერიკა იმსახურებდა 9/11-ის ძმაო, ამას ვამბობ. ჩემი გაგებით იქ არსებული ქონების მფლობელები უბრალოდ ირჩევნელი, უბრალოდ ირჩევენ, საერთოდ არ გააქირავან. ხო, მოკალი ისინი. მოკალი ეგ დედამოთხნულები. და ქუჩაში დახოცე ეგ დედამოთხნულები. ქუჩებმა უნდა დაისველონ მათი დედამოთხნული წითელი კაპიტალისტური სისხლით, ძმაო. ენგელსმა სოციალური მკვლელობის კონცეფციაზე დაწერა. და ბრაიან თომსონი, როგორც United Healthcare-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჩართული იყო სოციალური მკვლელობის უზარმაზარ რაოდენობაში. ძალადობის სისტემატიზებული ფორმები. იმ გავრცელებული ტკივილის გამო, რომელიც კერძო ჯანდაცვის სისტემამ საშუალო ამერიკელისთვის შექმნა. მე ვნახე, რამდენმა ადამიანმა მაშინვე გაიგო, რატომ მოხდა ეს სიკვდილი. Dan mains, სულ უფრო ხშირად, დემოკრატი კანდიდატები აღარ იშორებენ ჰასან პაიქერს. ისინი მის მხარდაჭერას ეძებენ. და პაიქერი უბრალოდ შემთხვევითი კომენტატორი არ არის, რომელმაც წლების წინ ერთი ცუდი კომენტარი გააკეთა. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც ნამდვილად მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალადობა გამართლებულია. ვიღაცაზე, ვინც ღიად უჭერს მხარს კომუნისტურ და ჯიჰადისტურ იდეოლოგიებს. ხოლო ქავენ ბასავლეთში ცხოვრობს სრულიად საპირისპირო ღირებულებებით, ატარებს ძვირადღირებულ დიზაინერულ ტანსაცმელს და იყენებს ძვირადღირებულ კაპიტალისტურ გაჯეტებს. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელმაც არაერთხელ დაიცვა ჰამასი და გამონახა გამართლება ჰამასისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჯგუფისთვის, რომელმაც 7 ოქტომბერს ათეულობით ამერიკელი გაიტაცა და მოკლა. ფიქრობ, მნიშვნელოვანია გავიგოთ ისტორიული კონტექსტი, რომელშიც ძალადობრივი წინააღმდეგობა. არ არსებობს კონტექსტი ასობით მოზარდის მკვლელობის გასამართლებლად. არის ესეთი? ვფიქრობ, დიახ, ზუსტად ასეა. ვფიქრობ, არსებობს. დიახ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გავიგოთ ის კონტექსტი, რომელშიც ძალადობრივი წინააღმდეგობა განვითარდა. იქნება ეს ჰამასი თუ ნებისმიერი სხვა მებრძოლი ჯგუფი. ესენი არ არიან ბარბაროსი ურჩხულები, თუმცა მათ საშინელი სისასტიკეები ჩაიდინეს, ხომ ასეა. მაგრამ ეს არ გამომდინარეობს იქიდან, რომ იცით, ეს არის მოძველებული ანტისემიტური მიდრეკილებები, ან რომ მათ უბრალოდ მასობრივი გაუპატიურებები ან მსგავსი როდად ჩაედინათ. ჩაედინათ. ისინი ღაზის სექტორიდან ისრაელში შეიჭრნენ. ხო. ფიქრობ, რომ ისინი ანტისემიტიზმით არის მოტივირებული, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი მოკალებს. არა. არა. ეს საოცარია. და ვიღაცას, ვინც მართლმადიდებელ ებრაელებს იმბრედებს უწოდებს. მაგრამ ეს დემოკრატებს არ აჩერებს. შეხედეთ, რა მოხდა ახლახან მიჩიგანში. მიჩიგანში სინაგოგაზე ტერორისტული თავდასხმიდან სულ რამდენიმე კვირის შემდეგ მიჩიგანის დემოკრატიული სენატის კანდიდატი აბდულ ელ-საიედი არა მხოლოდ კამპანიის ღონისძიებაზე გამოჩნდა ჰასან პაიქერთან ერთად, არამედ მან უარი თქვა დაგმო პაიქერის შემზარავი წარსული კომენტარები. შემდეგ ელ-საიედმა კიდევ უფრო შორს წავიდა და ანტიისრაელურ პოდკასტში პაიქერის მრავალჯერადი ტერორიზმის მხარდამჭერი კომენტარები გაამართლა და განაცხადა, რომ ისინი უბრალოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო. ეხლა დარწმუნებული ვარ, არავის გაუკვირდება, რომ ელ-საიედმაც გაავრცელა დისკრიმინაციული სტერეოტიპები ებრაელებზე. მიანიშნა, თითქოს მათ ამერიკის მთავრობაზე რაღაც ზებუნებრივი ძალა ჰქონდეთ. მიჩიგანში თავდასხმის შემდეგ მანაც დაგმოეს თავდასხმა, მაგრამ ამავდროულად დაგმო ისრაელის თავდასხმები ლიბანში, რადგან როგორც ჩანს, ეს მისთვის ლოგიკურია. დაიგმო კონფლიქტი, რომელიც ათასობით მილის დაშორებით ხდება და არანაირი კავშირი არ აქვს მიჩიგანში სინაგოგაში შემთხვევით ებრაელ-ამერიკელ ბავშვებზე თავდასხმასთან, რა თქმა უნდა. და ეს ის ნაწილია, რომლის გაგებაც მართლა მიჭირს. თუ შენ აშშ-ში სენატში იყრი კენჭს, რატომ გინდა, რომ ეს ადამიანი გაგაცნოს ამომრჩევლებს? რატომ მისდევ ამ აუდიტორიას საერთოდ? თუ ესაა შენი პარტიის ღირებულებები, შენ აღარ წარმოადგენ იმ დემოკრატიულ პარტიას, რაც ადრე იყო. შენ წარმოადგენ ამერიკას მოძულე მესამე სამყაროს იდეოლოგიას, რომელიც დაფუძნებულია ჯიჰადისტურ მსხვერპლის კომპლექსზე. და სამწუხაროდ ეს ტენდენცია ახლა ბევრ დემოკრატ კანდიდატში მეორდება. შეხედე მარინე გალინდოს ტეხასში.
ეხლა საბედნიეროდ მაურენმა უკვე წააგო თავისი არჩევნები, მაგრამ მანამდე მან გამოაკვაკნა ვიდეო, სადაც ის საუბრობს იმიგრანტთა დაკავების ცენტრის ციხედ გადაქცევაზე. ამერიკელი სიონისტებისთვის, არა ისრაელელობისთვის, არა უცხოელობისთვის, არა უცხოელებისთვის, ამერიკელი სიონისტებისთვის. როცა ვამბობ, რომ მინდა მილიარდერი სიონისტები ციხაში იყვნენ, ეს არ ნიშნავს, რომ მინდა ებრაები ინტერნირების ბანაკებში აღმოჩნდნენ. მაშ, რატომ ვიღებ ამდენ სიკვდილით მუქარას და მაგას შეურაცხყოფას? რაც სინამდვილეში აზრიანია, ვაცნობიერებ. როგორც ჩანს, მაგას მხარდამჭერები და ებრაელი სიონისტები ზუსტად ერთი და იგივე ხალხია. ისინი ზუსტად ერთნაირად ვაპარაკობენ და ეს იმიტომ, რომ მაგა არის განვითარებადი ქრისტიანული სიონიზმი. ასე სურთ მათ შეერთებულ შტატებში რელიგიური სახელმწიფოს შექმნა მაგას მეშვეობით. ზუსტად ეს არის სიონიზმის მიზანიც, შექმნას თეთქანიანთა უპირატესობაზე დაფუძნებული რელიგიური სახელმწიფოები. ასე რომ, არ მაინტერესებს რა რელიგიის ხარ. თუ სიონისტი ხარ, ანუ გჯერა რომ შენ ან ვიღაცას უბრალოდ ეკუთვნის მიწა. რელიგიური რწმენების საფუძველზე. და თუ ამისთვის ყველა სემიც მოკლავ, მაშინ დიახ, ვფიქრობ, რომ საფრთხეს წარმოადგენ კაცობრიობისთვის და ციხეში უნდა იყო. ეს არც კი არის დებატი ისრაელის პოლიტიკაზე, ეს არის ვიღაცა, ვინც საუბრობს ამერიკელების დასჯაზე, რომლებიც ებრაელთა სამოქალაქო უფლებებში გვჯერათ და მაინც ეს ისევ და ისევ ხდება. დემოკრატ კანდიდატებს ამბობენ რაღაცა უკიდურესად ანტისემიტურს ან ისეთ რამეს, რაც სულ რამდენიმე წლის წინ ყველასთვის ანტიებრაულად ჩაითვლებოდა. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ისინი კანდიდატობიდან მოხსნან, დემოკრატიული პარტია, რომელიც ბოლო დროს ამერიკის დემოკრატმა სოციალისტებმა დაიპყრეს, ამას გამართლებებს უძებნის, მაგრამ სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება. შეხედეთ დემოკრატიული კონგრესის კანდიდატ ადამ ჰამოვის ნიუ-ჯერსიში, რომელმაც ახლახან მოიგო პრაიმერი. ჰამოვი უბრალოდ მარგინალური მემარცხენე კი არ არის, მას რეალური კავშირები აქვს ტერორიზმთან. ის ახლო მოკავშირე იყო ომარ აბდელ-რაჰმანის ბრმა შეიხის, რომელიც მოგვიანებით გაასამართლეს 1993 წლის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის აფეთქებასთან კავშირში. ის მასთან ერთად მოგზაურობდა თარგმნიდა მისთვის და მისი დაცვის მოწმე იყო ტერორისტულ შეთქმულებაზე სასამართლო პროცესზე. 1984 წელს მან მოხალისედ იმუშავა ალ-ქაიდას დაქვემდებარებულ ორგანიზაციაში ბოსნიაში. და შემდეგ 2024 წელს ჰამავი მოხალისედ მუშაობდა ღაზას საავადმყოფოში, რომლის ქვეშაც ჰამასის ლიდერი მოჰამედ სინვარი იმალებოდა. რა თქმა უნდა, ჰამავი ამტკიცებდა, რომ საავადმყოფოში საეჭვო არაფერი იყო და რომ ისრაელის სამოქალაქო პირებს ესხმოდა თავს. თუ ეს საკმარისი არ არის, ის ასევე მხარს უჭერს იარაღის ემბარგოს ისრაელის წინააღმდეგ და ეწინააღმდეგებოდა თავდაცვითი რკინის გუმბათის დაფინანსებას. ჰამავი ერთ-ერთი ყველაზე უკიდურესი მაგალითია, თუმცა ის მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალი დემოკრატი კანდიდატიდან, რომლებსაც აქვთ სერიოზულად შემაშფოთებელი კომენტარები და საშიში ექსტრემისტული კავშირებისა და რიტორიკის ისტორია. ასევე არის სხვა კალასი, ნიუ-იორკის შტატის სენატის კანდიდატი, რომელმაც თქვა, რომ 11 სექტემბერი ამერიკული კოლონიზმის შედეგია. არის აშშ სენატის კანდიდატი გრაჰამ პლატნერი, რომელსაც პირდაპირ ნაცისტური ტატუ აქვს და როგორც ჩანს, დემოკრატებს ეს აღარ აწუხებთ. და ასევე არის აშშ კონგრესის კანდიდატი დარია ლიზა ავილა შევალიე, კიდევ ერთი DSA-ის კანდიდატი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ანტი-ისრაელის ნიუ-იორკის პროტესტში 2023 წლის ოქტომბერს ნიუ-იორკში. სამწუხარო რეალობაა, რომ პოზიციები, რომლებიც ადრე ძირითადად მარგინალურ აქტივისტურ სივრცეებში არსებობდა, ახლა ქვეყნის მასშტაბით კონგრესის არჩევნებში ჩნდება. და უკვე დემოკრატებიც კი იწყებენ ამის აღიარებას. Mallory McMurrow, დემოკრატიის სენატის კანდიდატი მიჩიგანში, კითხეს, აქვს თუ არა დემოკრატიულ პარტიას ანტისემიტიზმის პრობლემა და მისი პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი დიახ. სინამდვილეში მისი საკუთარი ოჯახიც ამ პრობლემის მსხვერპლი ყოფილა. მისი ქმარი, რომელიც ებრაელია, ანტისემიტური შეურაცხყოფით შეადინეს, როცა ისინი თავიანთ 5 წლის ქალიშვილთან ერთად გარეთ სეირნობდნენ. ეს დემოკრატი ქალი აღწერს იმას, რაც საკუთარი თვალით ნახა. არის თუ არა ანტისემიტიზმის პრობლემა დემოკრატიულ პარტიაში? ქალბატონო მაკმოროუ, დიახ არის. დემოკრატების კრილობაზე ერთ-ერთმა მონაწილემ ანტისემიტური შეურაცხყოფა მიაყენა ჩემს ქმარს, რომელიც ებრაელია და ჩემს 5 წლის ქალიშვილთან ერთად სეირნობდა. ეს საშინელია. თუ ასეა, რატომ აძლევენ დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელები ამას უფლებას? რატომ იქცევიან ისე თითქოს ისინი, ვინც ღიად უჭერს მხარს პოლიტიკურ ძალადობას, სინამდვილეში ზეთის თაობისა და პარტიის მომავლის ლეგიტიმური ხმა, მაგალითად ჰასან პაიქერი. რადგან ფიქრობ, ეს კითხვა რაღაც მნიშვნელოვანს გვეუბნება იმაზე, რაც პარტიის შიგნით ხდება. რამდენიმე წლის წინ ვინმესთან გამოჩენა, ვინც ამბობდა, რომ ამერიკა იმსახურებდა 9/11-ის პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნებოდა. თუმცა დღეს შეერთებული შტატების სენატის კანდიდატი ამას შესაძლებლობად აღიქვამს. რამდენიმე წლის წინ ამერიკელი სიონისტებისთვის ციხეზე საუბარი კამპანიას დაასრულებდა. დღეს კი ეს უბრალოდ კიდევ ერთი საინფორმაციო ციკლია. და რამდენიმე წლის წინ ამ პოზიციების უმეტესობა მხოლოდ აქტივისტების მცირე ჯგუფს ექნებოდა.
დღეს კი ისინი დემოკრატიული პარტიის მომავალია, რაც აჩენს კითხვას. სად ჯანდაბაშია მემარცხენეები? სად არიან დემოკრატები, რომლებსაც უყვართ შეერთებული შტატები, რომლებიც თვლიან, რომ ანტისემიტიზმი უნდა იყოს გამორიცხული, არ აქვს მნიშვნელობა მარჯვიდან მოდის თუ მარცხნიდან, რომლებიც ხვდებიან, რომ შეგიძლია მხარი დაუჭირო ადამიანის უფლებებს ჰამასის გამართლების გარეშე, რომლებიც არ რადგან ასეთი შეხედულებებისთვის ადგილი არ უნდა იყოს არც მარცხნივ და არც მარჯვნივ. ჯანსაღ დემოკრატია სჭირდება უთანხმოება, სჭირდება დებატები. საჭიროა ადამიანები განსხვავებული იდეებებით, რომლებიც კეთილსინდისიერად გამათობენ, რადგან საბოლოოდ ქვეყნის წარმატება სურს და არა იმიტომ, რომ რომელიმე მხარეს მისი განადგურება უნდა. მესამე სამყაროს ჯიჰადიზმის სასარგებლოდ. ჰასან პაიქერს ამერიკას ძულს და ეს არასდროს ყოფილა ის, რასაც ის თავაზობდა, მას არ უნდა გამოსავლები. მისი პოლიტიკური პროექტი აგებულია იმაზე, რომ დაარწმუნოს ხალხი, თითქოს ამერიკა არის პრობლემა, მისი ინსტიტუტები არის პრობლემა, ებრაელები არიან პრობლემა და რომ ქვეყანას აუცილებლად სჭირდება რაღაც ტიპის კომუნისტური რევოლუცია. რაც ყველაზე შემაშფოთებლად მიმაჩნია, არ არის ის, რომ ჰასანი მართლაც ჯერა ამ ყველაფრის. ბოლოს და ბოლოს ის უცოდინარი ტროლია, რომელიც თავს აჩვენებს, თითქოს ინტელექტუალური სიღრმე აქვს, როცა სინამდვილეში ასე არ არის. რაც სინამდვილეში მაწუხებს, ისაა, რომ პოლიტიკოსები ახლა მის მხარდაჭერას ეძებენ, მის აუდიტორიას დასდევენ და მას სანდო მოკავშირედ აღიქვამენ. ამიტომ ფიქრობ, რომ ბიდი ბრიტანეთის აკრძალვა სინამდვილეში ყურადღების გადატანაა და ჰასანი ამას თავის სასარგებლოდ ცდილობს გამომოიყენოს. მოიცადეთ ებრაელების ლანძღვით. აქ უფრო მნიშვნელოვანი ამბავია. არის ის, რომ მთავარი ამერიკული პოლიტიკური პარტია სულ უფრო მეტად იკრავს გარშემო ადამიანებს, რომლებიც ადრე პოლიტიკურად ტოქსიკურებად მიიჩნეოდნენ. არ იყო დიდი ხნის წინ ეს ყველაფერი გენზის მხარდაჭერის მოსაპოვებლად გაკეთებული სასოწარკვეთილი მცდელობის გამო იყო თაობისა, რომელიც ყველაზე მეტად ზარალდება ჩინეთის, კატარის, ირანის, ისლამური რესპუბლიკისა და სხვების მხრიდან განხორციელებული დესტრუქციული ძალისხმევით, სოციალური მედიის მეშვეობით. თუ პარტია ამ პრობლემას გულწრფელად ვერ დაუპირისპირდება, მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება. ამერიკული ღირებულებების და ქვეყნის გასაუმჯობესებლად, civilura დისკუსიის უნარის მსხვერპლად, შეწირვა თავად ამერიკული ღირებულებაა და ტრადიცია, რომლისთვისაც ბრძოლა ღირს. ის ფაქტი, რომ დემოკრატებმა ამაზე ხელი აიღეს, მთელი ქვეყნისთვის უკიდურესად შემაშფოთებელი მაჩვენებელია. მაგრამ რეალობის წინაშე დადგომაზე უარი მხოლოდ შიდა პოლიტიკით არ შემოიფარგლება. იმიტომ რომ მაშინ როცა პოლიტიკოსები ამ კვირაში ჰასან პაიქერის დაცვით იყვნენ დაკავებულები, ფედერალური გაუნძიებლები იკვლევდნენ ისეთივე საშიშ რამეს, ისლამური რესპუბლიკის შესყიდვების ქსელს, რომელიც თავად შეერთებული შტატების გავლით მოქმედებდა. რაც უფრო ღრმად ჩახედავთ ამ ამბავს, მით უფრო გამოაშკარავდება კიდევ ერთი ილუზია, რომლის დათმობაზეც ვაშინგტონი 10 წლეულებია უარს ამბობს. უბრალოდ ვერ ხვდებიან ამას. ამ კვირაში იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაცხადა ჯამში დღომის დაკავების შესახებ, რომელიც ორმაგი მოქალაქეა, აშშ-სა და ირანის და ცხოვრობს ნიუპორტ-ქოსტში, კალიფორნიაში. ის ირანში დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია და ფედერალური პროკურორების თქმით, მან წლები დახარჯა აშტ-ში წარმოებული ქსელური, უსაფრთხოების და დაშიფრის აღჭურვილობის შესაძენად ირანელი მომხმარებლებისთვის, მათ შორის იმ პირებისთვის, რომლებიც დაკავშირებულნი არიან რეჟიმის ბირთვულ და სამხედრო სტრუქტურებთან. უბრალო ენით რომ თქვათ, ბრალდება ისაა, რომ სენსიტიური ამერიკული ტექნოლოგია შეიძენებოდა შეერთებულ შტატებში და გადაეცემოდა ისლამური რესპუბლიკის ხელში, პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატების თვალწინ. ეს მოყვა სხვა ირანელი ამერიკელების მსგავს დაპატიმრებებს, რომლებიც ბოლო დროს რეჟიმზე მუშაობაში გამოაშკარავდნენ და ბევრ შემთხვევაში ისინი ამას წლების განმავლობაში აკეთებდნენ, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმავე პრობლემას, რომელსაც ამერიკაში ისევ და ისევ ხედავთ. ეს მოხვა სხვა ირანელი ამერიკელების მსგავს დაპატიმრებებს, რომლებიც ბოლო დროს რეჟიმზე მუშაობაში გამოაშკარავდნენ და ბევრ შემთხვევაში ისინი ამას წლების განმავლობაში აკეთებდნენ, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ პრობლემას, რომელსაც ამერიკის ირანის პოლიტიკაში მარცხნიდან მარჯვნივ ისევ და ისევ ხედავთ. ვაშინგტონი რეჟიმის ქსელის ნაწილების იდენტიფიცირებას მხოლოდ მას შემდეგ ახერხებს, რაც ზიანი უკვე მიყენებულია. შეუძლია დააპატიმროს, წაუყენოს ბრალი და გამოაქვეყნოს პრეს-რელიზი. მაგრამ ისევ და ისევ აშშ-მ დაამტკიცა, რომ არ სურს უფრო დიდ რეალობასთან გამკლავება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ რეჟიმი არ არის ჩვეულებრივი მთავრობა, რომელსაც შეიძლება კარგი ქცევისაკენ მიუმართოთ. და სწორედ ამიტომ ამერიკის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკა მუდმივად მარცხ ხდება. აი პირველი მაგალითი. ლაპარაკობთ უზენაესი ლიდერის შვილზე. დიახ, ის ამის ნაწილია. ის საჯაროდ არ გამოჩენილა. რა არის მისი სტატუსი? ქონიათ მასთან პირდაპირ საუბარი. მართლა მჯერა, რომ მას დიდ პატივს სცემენ. მე ეს დავინახე. ანუ მათ სურთ მისი თანხმობა მიიღონ. დიახ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ტრამპი 10 წლეულების განმავლობაში აშშ-ში ცდილობდა ერთი და იმავე მიდგომის სხვადასხვა ვერსიას. ზეწოლა მოახდინონ რეჟიმზე, მოლაპარაკებები აწარმოონ რეჟიმთან, სანქციები დაუწესონ რეჟიმს, შესთავაზონ რეჟიმს დაბრუნების გზა, ეძებონ ზომიერები რეჟიმის შიგნით და შემდეგ გაუცდნენ, როცა რეჟიმი ყველა შესაძლებლობას იყენებს გადარჩენისთვის, ხელახლა შეიარაღებისთვის, საკუთარი ხალხის დასათრგუნად და თავისი ქსელების გაფართოებისთვის. იქნება ეს დემოკრატიული თუ რესპუბლიკური ადმინისტრაციების დროს.
სამართლიანობის დეპარტამენტის საქმე ამ პრობლემის სრულყოფილი მაგალითია. სამართლიანობის დეპარტამენტის მიხედვით ეს არ ყოფილა ერთჯერადი შესყიდვა ან მცირე ტექნიკური დარღვევა. გომინწლები გაატარა აშტშ-ის ფინანსური სისტემების ექსპლუატაციაში. იყენებდა ფირმებს და დოკუმენტაციას, რათა კონტროლირებადი აღჭურვილობა ირანში გადაეტანა. ამას სერიოზული კითხვა უნდა გააჩინოს ვაშინგტონში. რამდენი ასეთი ქსელი მოქმედებს ჯერ კიდევ? რამდენი ადამიანი წლებია ამაზე აფრთხილებს? და რატო ჩანს, რომ ამერიკა ყოველთვის მხოლოდ მას შემდეგ იღვიწებს, რაც რეჟიმმა უკვე მიიღო სარგებელი? BBC-ის სიუჟეტი ამ საქმეზე კიდევ ერთ ფენას ამატებს, რადგან ის დაპატიმრებას განიხილავს უფრო ფართო კონტექსტში, რეჟიმის მცდელობებში დასალური ტექნოლოგიების sanctions-ის მიუხედავად მოიპოვოს. რადგან რეჟიმის სანქციებს შეჩერების მიზეზად არ აღიქვამს, ის მათ უბრალოდ დაბრკოლებად მიცნობად მიიჩნევს, რომელიც უნდა გადალახოს. და თუ უსმენთ ირანელებს, ისრაელელებს და ადამიანებს, რომლებიც რეალურად იცნობენ სიტუაციას, ეს ყველაფერი არაფერს არ მოადგენს გასაკვირს. გასაკვირი კი ისაა, რომ ვაშინგტონს ჯერ კიდევ არ აქვს ისეთი სტრატეგია, რომელიც რეჟიმის რეალობას შეესაბამება. იგივე რამ ჩანს ახალ დისკუსიაში ირანის გაყინულ აქტივებზე, რომელიც კვირას გამოცხადდა. სადაც Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ში განიხილავს გაყინული თანხების გამოყენებას, რათა დაეხმაროს არაბულ ქვეყნებს სპარსეთის ყურეში რეჟიმის თავდასხმებით გამოწვეული ზიანის აღდგენაში. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცამ უნდა გადაიხადოს კომპენსაცია ამისთვის, რატომ უნდა იყოს ეს თანხა ირანელი ხალხის კუთვნილი და არა რეჟიმის? აშშ-ში ისრაელსა და რეგიონში არსებულ არაბულ ქვეყნებს აუგზავნა პასუხი გაეცათ რეჟიმის თავდასხმებზე მოკავშირეებზე, მოლაპარაკების სახელით, მაგრამ ამ რეგიონში ეს უპასუხობა სინამდვილეში სისუსტედ აღიქმება. აშშ არაჩვენებს ძალას, როდესაც შუა აღმოსავლეთის მოკავშირეებს ამ რეჟიმის წინააღმდეგ ხელფეხს უკრავს. ახლა ისინი კომპენსაციის მიღებას იმ ფონდებიდან სურთ, რომლებიც ირანის დაცემის შემდეგ მის აღდგენას უნდა მოხმარდეს. არ მოგატყვევ, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ რატომ არის ეს ერთადერთი საუბარი? რატომ არ არის ისეთივე სერიოზული საუბარი ირანული აქტივების გამოყენებაზე ირანში მცხოვრები ხალხის დასახმარებლად? რატომ არ არსებობს სერიოზული სტრატეგია კომუნიკაციის საშუალებების, გაფიცვების ფონდების, შრომითი ორგანიზების, რეჟიმის დანაშაულების დოკუმენტირებისა და ოპოზიციის ინფრასტრუქტურის დაფინანსებისთვის, რაც რეალური გარდამავალი პროცესისთვის არის საჭირო? აქ დონალდ ტრამპი ზედმეტად მოკლევადიანად აზროვნებდა. დიახ, ის ბევრად უფრო მკაცრი იყო რეჟიმის მიმართ, ვიდრე მისი ბევრი წინამორბედი და მას ეკუთვნის აღიარება იმისთვის, რომ მიხვდა რამდენად საშიში არიან ისინი და რომ JCPOA-ის სრული კატასტროფა იყო. თუმცა თავიდანვე ვაფრთხილებდი, რომ ადმინისტრაცია თითქოს ეძებდა დულსე როდრიგესის მსგავს ფიგურას რეჟიმის შიგნიდან, ვინმეს ვინც შეძლებდა ცვლილების მართვას ისე, რომ სისტემა რეალურად არ დაერღვია. მაგრამ ირანი, ვენესუელა არ არის და ისლამური რესპუბლიკა არის იდეოლოგიური სისტემა, რომელიც დაფუძნებულია შინაგან რეპრესიაზე და რევოლუციურ გაფართოებაზე საზღვარგარეთ. ირანელები წლებია ამბობენ, რომ სისტემა რეფორმირებას არ ექვემდებარება. ისინი არ ითხოვენ ისლამური რესპუბლიკის უკეთეს ვერსიას. ისინი ითხოვენ ისლამური რესპუბლიკის დასრულებას და მზად არიან ამისთვის მოკვდნენ. სწორედ ამიტომ არის რეზა პაჰლავის საკითხი მნიშვნელოვანი. არ არის აუცილებელი დაეთანხმო ყველა მის პოზიციას, მაგრამ ირანული ოპოზიციური პოლიტიკის სერიოზული ანალიზი უნდა აღიარებდეს, რომ ის ირანში თუ მის გარეთ ყველაზე ცნობადი და სასურველი ოპოზიციური ფიგურაა. მისი იგნორირება ან იმის პრეტენზია, რომ შეიძლება რომელიმე რეჟიმის შიგნით მყოფი ადამიანი გადაიქცეს ლეგიტიმურ გარდამავალ ფიგურად, სერიოზული სტრატეგია არ არის. ეს ვაშინგტონის აზროვნებაა, თითქოს მათ უკეთ იციან, ვიდრე იმ ხალხმა, ვინც ამ რეჟიმის ქვეშ 87 წელია ცხოვრობს. ისინი ცდებიან და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ისრაელის გამოცდილება. ისრაელი ახლო აღმოსავლეთს ისე ესმის, როგორც ამას აშშ-ის არც ერთმა ადმინისტრაციამ ვერ შეძლო. აშშ სუვერენული ქვეყანაა თავისი ინტერესებით. მაგრამ ირანის საკითხზე ისრაელი ათწლეულებია აფრთხილებს ყველას რეჟიმის ბუნების, მისი ბირთვული ამბიციების, მისი პროქსი ქსელების შესახებ, რომლებიც აშშ-ს ემუქრება, მისი ტერორისტული ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელიც ამერიკელებს კლავს და მისი მზად ყოფნის შესახებ, გამოიყენოს ნებისმიერი დიპლომატიური შესაძლებლობა აღსადგენად. მიუხედავად ამისა, აშშ მაინც ისე იქცევა, თითქოს ისრაელზე უკეთ იცის, როგორ მოექცეს ამ რეჟიმს. ეს სიგიჟის განსაზღვრებაა. ყვირას მოსადის ყოფილმა მაღალ ჩინოსანმა ღიად აღიარა, რომ ისრაელს ჰქონდა ეტაპობრივი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა რეჟიმის დასუსტებას და ისეთი პირობების შექმნას, რაც მის დაშლას გამოიწვევდა. ამ გეგმის ნაწილი უკვე განხორციელების პროცესში იყო, მაგრამ პროცესი შეჩერდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა მოულოდნელად შეაჩერა ომი. ასევე პრეზიდენტი ტრამპი იყო ის, ვინც მოითხოვა, რომ ისრაელს შეეჩერებინა დარტყმები 12 დღიანი ომის დროს. და ასევე პრეზიდენტი ტრამპი იყო, ვინც მოითხოვა, რომ ისრაელს შეეჩერებინა დარტყმები ჰეზბოლაზე ლიბანში. და ასევე პრეზიდენტი ტრამპი იყო ის, ვინც მოითხოვა, რომ ისრაელს შეეჩერებინა თავდასხმები ისლამურ რესპუბლიკაზე, როგორც პასუხი ბოლო მასშტაბურ დაბომბვაზე და ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაზე. ყველა ეს ნაბიჯი უზარმაზარ გამარჯვებას აძლევს ისლამურ რესპუბლიკას და აძლევს მათ ფიქრის საფუძველს, რომ შეუძლიათ უკარ ნახონ სხვა სუვერენულ ქვეყნებს, სადაც მათ საერთოდ არ აქვთ უფლება კომენტარის გაკეთებისაც კი. ტრამპს უყვარს საკუთარი თავის წარმოჩენა როგორც გარიგებების ოსტატი, მაგრამ ეს ნაბიჯები რეჟიმის სიცოცხლეს ახანგრძლივებს ამ რეგიონის ხალხის პირდაპირ ხარჯზე, ირანელებიდან დაწყებული ისრაელელებითა და არაბებით დამთავრებული.
მაგრამ ეს ნაბიჯები პირდაპირ ახანგრძლივებს რეჟიმის სიცოცხლეს და ეს ხდება რეგიონის ხალხის ხარჯზე, ირანელებიდან დაწყებული ისრაელელებითა და არაბული სამყაროთი დამთავრებული. პრეზიდენტ ტრამპის ხედვის პრობლემა სწორედ ეს არის. თუ მიზანი რეჟიმის მართვაა, ყოველთვის გარიგებებს, რიგებებს, გამოსავალს, პაუზებსა და დათმობებს ეძებ. მაგრამ თუ შენი მიზანია გაათავისუფლო მსოფლიო ამ რეჟიმისგან და უზრუნველყო რომ ის აღარასდროს დაემუქროს აშშ-ს, მაშინ სხვა სტრატეგია გჭირდება, ისეთი, რომელიც ხალხზეა ორიენტირებული და არა რეჟიმზე. და სწორედ ეს არ ესმის ვაშინგტონს. აშშ ძალიან კარგად პოულობს რეჟიმის მექანიზმის ნაწილებს უკვე მომხდარის შემდეგ. აკვირდება იარარის შეძენას და სანქციებს უწესებს კომპანიებს, აპატიმრებს პირებს, ქრინავს აქტივებს. მათ შეუძლიათ ირანის შიგნითაც კი დაარტყან სამიზნეებს. მაგრამ ეს ყველაფერი დიდ კითხვას არ პასუხობს. რა არის საბოლოო მიზანი? თუ საბოლოო მიზანი უფრო სუსტი ისლამური რეჟიმია, მაშინ ყოველ რამდენიმე წელიწადში მასთან გამკლავება ისევ და ისევ საჭირო იქნება, კიდევ უფრო მეტი სისხლისღვრით რეგიონში და მის ფარგლებს გარეთაც. მაგრამ თუ მიზანი უფრო უსაფრთხო ამერიკის და უკეთესი მსოფლიოს შექმნა, რეგიონში ყველაზე მეტი სისხლისღვრისთვის პასუხისმგებელი სუბიექტის გარეშე, მაშინ იქნებ უნდა მისცეთ ისრაელს საშუალება, გააკეთოს ის, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის. აი რატომ არის მნიშვნელოვანი იუსტიციის დეპარტამენტის საქმე, რადგან ეს ერთი მოღალატის ისტორია არ არის. ეს შეგვახსენებს, რომ რეჟიმი აგრძელებს ადაპტაციას, ზრდას და დასავლურ საზოგადოებაში ყველა შესაძლებლობის გამოყენებას. ახლა მთავარი კითხვა, აღიარებს თუ არა ვაშინგტონის საბოლოოდ, რომ ამ რეჟიმის მართვა ჩავარდა, თუ კიდევ ერთ ათწლეულს დავხარჯავთ იმაზე, რომ ვითომ შემდეგი შეთანხმება, შემდეგი სანქცია, შემდეგი ცეცხლის შეწყვეტა, როგორცაც განსხვავებულ შედეგს მოგცემს. ამ კვირას ვასრულებთ კარგით, ცუდით და უშნოთ. დავიწყოთ ცუდით. ამ კვირაში გაეროს ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა გააკეთა შოკის მომგვრელი აღიარება მას შემდეგ, რაც თვეების განმავლობაში ვრცელდებოდა ცნობები და აღშფოთება ისრაელის უსაფრთხოების ძალების მიმართ ალპი ბრალდებების შესახებ სექსუალური ძალადობის თაობაზე. პრამილა პატონი, გაეროს ოფიციალური პირი, რომელიც პასუხისმგებელია იმ ანგარიშზე, რომელმაც ისრაელი გაეროს სექსუალური ძალადობის შავ სიაში ჰამასთან ერთად შეიყვანა, აღიარებს, რომ მას პირადად არასდროს გადაუმოწმებია მტკიცებულებები და არც კი იქნებოდა მზად ეწვია დაკავების დაწესებულებებს, თუ კი ამის შესაძლებლობა მიეცემოდა. შეხედეთ. ჩემი ოფისის მოვალეობა რაიმეს გადამოწმება არ არის. მიგიღიათ ცდომა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც მოხსენებაშია ნახსენები. მე არ მაქვს ცდომა. ვგულისხმობ იმას, რომ ინფორმაცია გადამოწმებულია ძალიან მყარად გადამოწმებისა და დოკუმენტირების მეთოდოლოგიით. მე მიმღები ვარ. ვაგროვებ ამ ინფორმაციას და ვაცვდი გენერალურ მდივანს. კი, უბრალოდ მაინტერესებდა საკუთარი თვალით თუ გინახავთ. არა, იმიტომ რომ ეს ჩემი საქმე არ არის. და მუდმივ მისიასთან ურთიერთობის განმავლობაშიც კი მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ არ ვაპირებდი დაკავების დაწესებულებების მონახულებას, თუნდაც შემეთავაზებინათ. რატო წარედგინა ეს ბრალდებები მსოფლიოს მანამდე, სანამ თავად პასუხისმგებელ პირს მტკიცებულებების საკუთარი თვალითაც კი არ ენახა? თუ გაერო ხარ დააპირებ ქვეყანას ყველაზე სერიოზული ბრალდებების გამო შავ სიაში შეიყვანო, გონია რომ მტკიცებულებების გადამოწმება პირველი ნაბიჯი უნდა იყოს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ანგარიშები იწვევს ხიწოვს ხმაურიან სათაურებს, გავლენას ახდენს მთავრობებზე და კიდეც გამოიყენება ებრაელების წინააღმდეგ სიძულვილის გასაღუებლად მთელ მსოფლიოში. და სწორედ ამიტომ ბევრმა ადამიანმა დაკარგა დარჩენილი ნდობაწი გაეროს მიმართ. ისინი ყოველთვის ორმაგ სტანდარტს იყენებენ ისრაელის სახელმწიფოს მიმართ. როცა თავად ამ ანგარიშის პასუხისმგებელი პირი აღიარებს, რომ პირადად არ გადაუმოწმებია მტკიცებულებები და არა მხოლოდ ეს, არამედ უარი თქვა შესაბამის ობიექტებში მისვლაზეც, როგორ შეიძლება ენდო იმას, რასაც ისინი ამბობენ. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ გაერო აბსურდის თეატრია. ეხლა კი ყველაზე უსიამოვნო, ყველაზე მახინჯი ამბავი კანადიდან, რომელმაც ამ კვირაში ჩემი ყურადღება მიიპყრო, რაც სამწუხაროა, რადგან ბოლო დროს კანადიდან მახინჯი ამბები ნამდვილად არაკლია. მონრეალის ებრაული გენერალური საავადმყოფოს გულის ქირურგიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კვებეკს ტოვებს 20 წელზე მეტი მუშაობის შემდეგ. მიზეზი: კანადაში მზარდი ანტისემიტიზმი. მისი თქმით, მას აღარ აქვს ნდობა. ის, რომ ჯანდაცვის სისტემაში მზარდ ანტისემიტიზმს სერიოზულად არ ეკინდებიან და რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია ისაა, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე, სოციალურ მედიაზე ან კამათზე კამპუსზე. ჩვენ ვსაუბრობთ უფროს გულ სისხლძარღვთა ქირურგზე, რომელმაც 10 წლეულები გაატარა კანადურ მედიცინაში მუშაობაში და ახლა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ სურს ქვეყანა დატოვოს. კანადა შოკის მომგვრელად ცუდ მდგომარეობაშია, თუ ეს ხდება თქვენს ებრაელებთან მიმართებაში. მხოლოდ ბოლო 2 დღეში კანადაში 2 სხვადასხვა თავდასხმა მოხდა სინაგოგებზე. რა ხდება კანადაში? და ბოლოს, როგორც ყოველთვის, გვინდა დადებით ნოტაზე დავასრულოთ ჩვენი კვირის კარგი ამბით. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რამ მოხდა მას შემდეგ, რაც ირანელებს ინტერნეტის ნაწილობრივი წვდომა დაუბრუნდათ და მათი ნათქვამი ბევრს ამბობს. ისინი გაბრაზებულები არ არიან აშშ-ზე ან ისრაელზე რეჟიმის დაბომბვის გამო. ისინი გაბრაზებულები არიან იმაზე, რომ დაბომბვა შეწყდა.
მაშინ როცა რეჟიმის პროპაგანდისტები დასავლეთს ეუბნებოდნენ, რომ ირანზე თავდასხმები ირანელებს რეჟიმთან გააერთიანებდა, ხალხს მსოფლიოსთვის სრულიად განსხვავებული გზავნილი ჰქონდა. ნეტავ მზად არიან, რომ ბოლოს და ბოლოს მოусმინონ. შეხედეთ. სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ირანელები ფიქრობენ, ეს არის ერთადერთი გზა, რომ რეჟიმს თავი დააღწიონ. და ღმერთო, ეს სრულიად განსხვავებული ხედვაა იმასთან შედარებით, რასაც ბევრი ეგრეთ წოდებული ექსპერტი ამტკიცებდა. გახსოვთ, როცა ისინი თვეების განმავლობაში გლოვობდნენ იმაზე, რომ თავდასხმა ირანელებს დროშის გარშემო გააერთიანებდა. სიმართლე ისაა, რომ ერთადერთი გზა, რომ ვინმე დროშის გარშემო გააერთიანო, არის მაშინ, როცა ისინი ფულს უხდიან მომიტინგეებს, რომ რეჟიმის მხარდასაჭერად მივიდნენ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს რა თქმა უნდა ტკბილმწარეა, ჩვენი კარგი ამბავია. ეს კვირაში ჩვენი კარგი ამბავია, რადგან ირანის ხალხს ამ რეჟიმთან ჯერ საქმე არ დაუმთავრებია. და მათი გამძლეობა იმ პირობებში, როცა თითქოს მთელი მსოფლიო ზურგს აქცევს მათ, არის რაღაც, რაც შეუმჩნეველი ვერ დარჩება. ამიტომ ჩვენ თქვენთან ვართ ირანის ხალხო. გაუძელით და ჩვენაც გავაგრძელობთ თქვენს მხარდასაჭერად საუბარს. და ეს იყო ყველაფერი ამ კვირისთვის Access of Truth-ზე. როგორც ყოველთვის, თუ გაქვთ რაიმე საინტერესო ამბავი ჩემთვის, თავისუფლად დამიკავშირდით სოციალურ ქსელებში. ემილი კეი შრედერი X-ზე ან ემილი თელ-ავივში Instagram-ზე. შეხვედრამდე მომავალ კვირას JNS-ზე.